ახლა კი მოდის ყველაზე რთული ეტაპი 24-დან 72 საათამდე. ამ დროს მწველებს ყველაზე მეტად უჭირთ გადალახონ მოთხოვნილება იმის, რომ მიიღონ ნიკოტინი. ამ დროს ყველაზე მეტად იზრდება დამოკიდებულების, ანუ ასე ვთქვათ, ლომკის სიმპტომები და ისინი გამოიხატება მოუსვენრობაში, ძილის დარღვევაში, გაღიზიანებადობაში, მადის გაზრდაშიც კი. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ ზოგადად ნიკოტინი იწვევს თავის ტვინში დოფამინის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას. დოფამინის ჯანსაღი დონე კი იცით, რომ ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და როდესაც მწველი ანებებს თავს მოწევას, ხელოვნურად გაზრდილი დოფამინის დონე, რა თქმა უნდა, იკლებს და დოფამინის ნაკლებობა იწვევს შემდეგ იმ სიმპტომებს, რაც უკვე აგიხსენით. ეს ყველაფერი კი მძიმე გადასატანია, როგორც ფიზიკურად, ასევე რა თქმა უნდა, ფსიქიკურად. ამასთან დაახლოებით 3 დღის ვადაზე იწყებენ უკვე ფილტვებში არსებული იმუნური უჯრედები, კონკრეტულად მაკროფაგები, ეფექტურად ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ ამცირებს სასუნთქი გზების ინფექციების რისკს და ეხმარება სასუნთქი გზების ქსოვილებს აღდგენაში. როდესაც ადამიანი 2-დან 4 კვირამდე უკვე გაძლებს ნიკოტინის გარეშე, ამის შემდეგ უკვე ეს ხელოვნური დოფამინის ნაკლებობა სტაბილურდება და შესაბამისად დამოკიდებულების სიმპტომები და ნიშნები უკვე ქრება. ამასთან თანდათან მცირდება უკვე ნიკოტინის რეცეპტორებიც, რაც რა თქმა უნდა ეხმარება ადამიანს იმაში, რომ ეს მიღწეული წარმატება მარტივად შეინარჩუნოს.